მიუხედავად იმისა, რომ რუსთაველის გამზირის რეაბილიტაცია ერთ კვირაზე მეტია დაიწყო და სამუშაოები 24 საათის განმავლობაში მიმდინარეობს, პროექტის შემსრულებელი კომპანიის Smart Solutions მმართველი პარტნიორის ლევან გოქსაძის განცხადებას თუ დავეყრდნობით, ისინი 100 დღიან ვადაში სავარაუდოდ ვერ ჩაეტევიან, რაც იმას გულისხმობს, რომ თბილისის მერიის მიერ დაწესებული ვადა საკმარისი არ იქნება იმისათვის, რომ რეაბილიტაცია ბოლომდე დასრულდეს და სამუშაოები იქნას შესრულებული. ამის მიზეზად ლევან გოქსაძე ასახელებს იმ პრობლემებს, რომელიც პროექტს თან ახლავს. პირველ რიგში ეს არის ის, რომ კომპანიას უწევს შეზღუდულ არეალზე მუშაობა, ისინი გარკვეულ ტერიტორიებზე ვერ ახორციელებენ სამუშაოების დაწყებას, ხოლო მთავარი მიზეზი არის ის, რომ ყოველდღიურად პროექტის საჭიროებს განახლებას და ცვლილებას. ამაში იგულისხმება პირველ რიგში სანიახვრის სისტემების დაგეგმარება და ასევე სამუშაო მასალა. სწორედ აი ამ ანონს და განცხადებას ეხმაურებიან ექსპერტები, ისინი ამბობენ, რომ ეს არის სწორედ იმის ანონსი, რომ რუსთაველის გამზირის რეაბილიტაცია 100 დღეში ვერ მოესწრება და ეს არის წინასწარი ვარაუდი იმისა, რომ როგორც ექსპერტები ამბობენ, როგორც ყოველთვის კალაძე იქცევა ხოლმე რეაბილიტაციების დროს ვადაში ვერ ჩაეტევა და ამ შემთხვევაშიც გაგრძელდება. ისინი ექსპერტები ასევე აანონსებენ თბილისში კიდევ ერთ დამატებით კოლაფს, ვინაიდან სარეაბილიტაციო სამუშაოები გაგრძელდება იმ პერიოდში, როდესაც უკვე მოქალაქეები დაბრუნდებიან თბილისში, დაიწყება სკოლები, ბაღები, სამსახურში გამოვლენ მოქალაქეები, შესაბამისად ამის გათვალისწინებით შესაძლოა, რომ თუ რუსთაველის გამზირის რეაბილიტაცია სამუშაო ვადებში ვერ ჩაეტევა, კიდევ ერთ კოლაფს დაელოდონ. ნიშნავს წინასწარ დაანონსებას იმის, რომ ნამდვილად ვერ დასრულდება და 100 დღეზე მეტი დაჭირდება. 2017 წლიდან, რაც კალაძე არის ქალაქის მერი, არც ერთი პროექტი არ დაუსრულებია თავის ვადებში. შესაბამისად, არც რუსთაველის გამზირი არ იქნება ამის გამონაკლისი. ის, რომ რუსთაველის გამზირის რეაბილიტაცია 31 ოქტომბერს ვერ დასრულდება, ამას თავიდანვე ვიძახდით, გამომდინარე იქიდან, რომ პროექტები, რომელიც დევს და არის ატვირთული საჯარო ასე ვთქვათ, სივრცეში, ეს პროექტები არ არის სრული, იმიტომ რომ მას სჭირდება დამუშავება, მას სჭირდება გარკვეული ცვლილებები და აი ესეთი ხარვეზიანი პროექტებით დაიწყო რუსთაველის რეაბილიტაცია. რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის ცუდი ორგანიზება უპირველეს ყოვლისა ჩანს იმ ფაქტიდან, რომ 2 წლის განმავლობაში აორგანიზებდნენ ამ ტენდერს და საბოლოო ჯამში სამივე ლოტში გაიმარჯვა ერთმა კომპანიამ უკონკურენტოდ და ეს კომპანიაც არის ქართული ოცნების წარმომადგენლებთან დაახლოებული. ბუნებრივია, რომ ჩდება ძალიან გონივრული ეჭვები, რომ შესაბამის სამუშაოებს ეს კომპანია ვერ გაუმკლავდება ისე როგორც საჭიროა, როცა მოსახლეობა დაბრუნდება თბილისში, როცა სკოლები დაიწყება, უნივერსიტეტები დაიწყება, სწორედ ამ პერიოდში იქნება კრიტიკული ყველაზე მნიშვნელოვანი სამუშაოები ჩასატარებელი. ეს არის სექტემბერი, ოქტომბერი, ნოემბრის პერიოდი, რაც თბილისში დამატებით საავტომობილო კოლაფსს გამოიწევს და დიდი არის ასევე ალბათობა იმისა, რომ 4 თვეში ეს სამუშაოები ვერანაირად ვერ დასრულდება. ექსპერტები ფიქრობენ ასევე იმასაც, რომ თუ სარეაბილიტაციო სამუშაოები მალე არ დასრულდება, შესაძლოა ადგილზე დაიწყოს კოლაფსი. ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ეს არ იქნება პირველი შემთხვევა, ვინაიდან კახა კალაძეს პრაქტიკაში უკვე ხშირია შემთხვევები, რომ ის დადგენილ ვადებში ვერ ეტევა. მიუხედავად იმისა, რომ ადგილზე 24 საათის განმავლობაში მიმდინარეობს სამუშაოები, მთავარი კითხვა მაინც რჩება ის, მოესწრება თუ არა 100 დღეში სრულად სამუშაო რეაბილიტაციის დასრულება, ვინაიდან ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ამ დროს ხშირია ხოლმე, როდესაც კომპანია დაჩქარებული წესით მუშაობს, ხარისხი შემცირდეს და ასევე დამატებითი ხარჯებიც გაიწიოს.